ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ამ წუთებში სასტუმრო პარაგრაფში პარტია ქართული სოციალ-დემოკრატიული საქართველოს თბილისის საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია იწყება პირდაპირ ეთერში რთად ღონისძიებას, რომელსაც პრემიერი და მმართველი გუნდის სხვა ლიდერები ესწრებიან. დილამშვიდობის ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ყველას, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას, მივესალმები ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, ხელოვნების, კულტურის წარმომადგენლებს, დამსწრე საზოგადოებას. განსაკუთრებული სიყვარულით მინდა მივესალმოთ თბილისელებს. ჩვენ ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რაცაც ყოველ ნაბიჯზე ხვდებით. ჩემთვის ძალიან დიდი мотиваციაა, როდესაც ხვდები ქუჩაში ადამიანებს, გამოხატავენ მადლიერებას, გამოხატავენ თანადგომას, მხარდაჭერას. როგორც გითხარით, ეს ძალიან დიდ мотиваციას მაძლევს პირადად მე და ჩემს თანაგუნდელებს, რომ გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს ქალაქზე და გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს თანაქალაქელებზე. სანამ დღევანდელ შეკრების მიზეზზე ვისაუბრებდეთ, მინდა ვთხოვო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელიც ყველა განსახორციელებელ პროექტში იჩენს ძალიან დიდ თანადგომას და გამოხატავს ძალიან დიდ მხარდაჭერას. მოგესალმებით, ორ კვირაში ტარდება უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაიწყება ახალი ეტაპი ჩვენი დედაქალაქის განვითარების, რასაც ყველანი ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით, დარწმუნებული ვართ, რა თქმა უნდა. და ამას ადასტურებს წარსული გამოცდილება, რომ კახი ქაღალაძის ხელმძღვანელობით შემდეგი 4 წელიც იქნება ძალიან ბევრი სიახლით სავსე ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის და ამ ყველაფერში კახი ქაღალაძის მინდა წარმატებები იუსურო მის გუნდთან ერთად. ჩვენ არ ვარღვევთ ტრადიციას, ტრადიციულად როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ წარვადგენთ ხოლმე არჩევნების წინ, ეს არის ერთგვარი კულმინაცია საარჩევნო კამპანიის, ჩვენ საარჩევნო კლიპებს, მუსიკალურ კლიპს და ამ შემთხვევაშიც ეს ტრადიცია გრძელდება. მე მინდა გადავხადო მადლობა ზაზან ოზაძეს, რომელიც არის ამ კლიპის სულისჩამდგმელი და ავტორი და რომელმაც შექმნა ძალიან თბილი გოლი, მუსიკალური ვიდეო რგოლი, რომელსაც საფუძვლად დაედო ლეგენდარული გოგი ცაბაძის გენიალური სიმღერა და არის არაჩვეულებრივი ძალიან საინტერესო ინტერპრეტაცია. ეს არის სიმღერა სიგეთით სავსე ქალაქზე და ჩვენს ქალაქს, ჩვენს დედაქალაქს შირდება მეტი სიგეთე ყველა თვალსაზრისით და დარწმუნებულია, რომ შემდეგი 4 წელი იქნება ძალიან ბევრი სიგეთით სავსე ჩვენი დედაქალაქისთვის. კიდევ ერთხელ მინდა წარმატებები უსურვო კახი ქაღალაძეს. მადლობა ბატონო ირაკლი. ახლა მინდა სიტყვა ვთხოვო ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს. შალვაც ყოველთვის გვიდგას გვერდით, როდესაც გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივები, ცვლილებები, რეფორმები და რა თქმა უნდა პარლამენტის მხარდაჭერა, თანადგომა ყოველთვის არის მნიშვნელოვანი, რომ მივიღოთ ისეთი სწორი კანონები, რომელიც მოგცემს ქალაქისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. მინდა გთხოვო შალვა. მადლობა კახი, მადლობა ყველას მობრძანებისთვის, მადლობა შვენიერი ინიციატივისთვის, რომელსაც დღეს ყველა ერთად ვნახავთ კლიპის სახით. დასრულების ფაზაში გადადის წინასაარჩევნო კამპანია. ყველა ხედავს ქვეყანაც და რაც მთავარია ჩვენი დედაქალაქი ხედავს, ვინ არის საქმით მოსული და ვის აქვს საქმიანი გეგმა, ვინ ფიქრობს ქალაქზე და თანამოქალაქეებზე და ვინ ფიქრობს ვისი აზრები ცოტა სხვაგან ტრიალებს. ამიტომ ფიქრობ, რომ ის განწყობები, რომელიც დღეს გვაქვს მთლიანად ქვეყანაში, განწყობები, რომელიც არის ჩვენს დედაქალაქში, აჩვენებს, რომ უალტერნატივო არის კახი ქაღალაძის გამარჯვება. ჩვენ ვთქვით, ჩვენი მიზანი პირველივე ტურში კახის გამარჯვება და ყველა მუნიციპალიტეტებში, საკრებულოებში შესაბამისი გამარჯვება და უმრავლესობის მოპოვება. ასე რომ წარმატება კახის
და ყველა ის გეგმები, რომელსაც ეს პერიოდია ვისმენ, დარწმუნებულად მომავალ 4 წელში ყველაფერი ასრულდება. წარმატებები. მადლობა ბატონო შალვა. მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზეზი ბატონმა პრემიერმაც ისაუბრა, არის ის, რომ საზოგადოებას გვინდა წარუდგინოთ მუსიკალური კლიპი ყველა არჩევნების დროს ჩვენ სიმღერით, მუსიკალური კლიპით ვეფერებით ჩვენს ქვეყანას, ვეფერებით ჩვენს ულამაზეს თბილისს. თბილისი არის ქალაქი, რომელსაც ყოველთვის უმღეროდნენ. ყოველთვის უმღერიან და ასე იქნება დარწმუნებული ვარ მომავალშიც. თბილისი არის ქალაქი, რომელიც ყველას განსაკუთრებულად გვიყვარს. ჩვენი დედაქალაქია, ულამაზესი, თავისი მომხიბვლელი, ტრადიციული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, განსხვავებული რელიგიებით, მრავალფეროვნებით და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ჭირდება მოვლა. ამ ყველაფერს ჭირდება დაფასება, შენარჩუნება. მე ამაყი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა მომცა იმის შესაძლებლობა, რომ ვემსახურო ამ ქალაქს. ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს და დღეს ვიდეო კლიპს, რომელსაც წარმოგიდგენთ, რა თქმა უნდა, არის თბილისის განსაკუთრებულობაზე, სიყვარულზე. მე ზაზას მინდა ვთხოვო ნოზაძეს. სად არის ზაზა? ზაზა. ზაზა არის ამ კლიპის იდეის ავტორი. მე ბევრს არ გავაგრძელებ. ზაზას დაუთმობ სცენას, თვითონ გვეტყვის აღნიშნულთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ ყველას მოეწონება სიმღერაც და კლიპი, რომელსაც წარმოვადგენ. ძალიან დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ 4 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ. გაიმარჯვებს ჩვენი დედაქალაქი, გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. მადლობა კიდევ ერთხელ. პირველ რიგში მოგესალმებით მეგობრებო. რაც მინდა პირველ რიგში ვთქვა, რომ ძალიან მოხარული ვარ, რომ შემიძლია ესე ვთქვათ, ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო ჩემი მეგობრის კახი კალაძის მიმართ და წარმატება მინდა ვუსურვო მას და მის გუნდს. რაც შეეხება ახლა სიმღერას, როგორც მოგახსენეთ, უნდა წარმოგიდგინოთ ლეგენდარული გოგი ცაბაძის მართლაც რო გენიალური, მართლაც რო კლასიკური სიმღერის ჩემო თბილის ქალაქოს რემიქსი. ჩემთვის როგორც რიგითი თბილისელისთვის, როგორც ამ ქალაქის შვილისთვის, აი ეს იყო უდიდესი პატივი და ესე ერთგვარი ოცნება, რომ მე მუშავა ამ ნამუშევარზე, ამისთვის და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ ეს დღეც მოვიდა და ასევე უდიდესი მადლობა მინდა ყველას მოვახსენო, ვინც თავის წვლილი შეიტანა ამ ნამუშევარში, როგორც კლიპში, ასევე აუდიო ჩანაწერში. მადლობა ლარას, მადლობა ყველას. მოკლედ, მადლობა თქვენ დამსწრე საზოგადოებას და დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ და დარჩება ისტორიას. უღრმესი მადლობა. რა შევით ბავშვებო? როგორ ხარ ბაბუ? კარგად ბაბუ. ბებო. ხო. მოსაცმელი გაიყოლე. საღამოს წვიმაა გამოცხადებული. რა მოსაცმელი ბებო, შეხედე როგორ ცხელა რა თქმა. გაიყოლე. კაი, წავედი მეჩქარება. აბა თქვენი იცით ბავშვებო, კარგით ხარ ბაბუ, წავედი. შენი გულის ზღერა მესმის, დაწმინდაზე შენთან ერთად მაღლდები. სულ მაღლა დედაქალაქო მიყარხარ და სიყვარულზე უნდა გელაპარაკო. ვამაყობ შენი შვილი ვარ და მინდა მეც გაამაყო და სამყაროს რო შენი დიდებულება მეც ვანახო. ვიცი შენი ისტორია ნაიარები, ყველაფერი ვიცი რა გზა გაიარე. ხოლო მომავალი უკვე ვალია ჩვენი და წინ იარე და კვლავ იარე. იქნებოდა ლეგენდები, მოდიოდა მტკვარი, ტაბიძეს აქ შეუყვარდა მთაწმინდასთან მთვარე. ორიოდე ჭიქამეც დავიწყე საუბარი, გიყვებოდი შენი ცა როგორ შევიყვარე. შემიყვარდა შენი ცა საოცარი, შენი კლდე თუ ფარი ჰაერი როგორიცა. მეტეხიდან მიყურებდა რაღაც მოელვარი, როცა ის დავწერე ახედე როგორიცა. თბილისის ჩვენო თბილის ქალაქო, შენ მაგარ მაციდარა.
გასულ ამაზო ჩემო თილის მაო ჩემო მშობელო გამზარდე როგორც შვილი შევიყვარე ყველა გაგვიძება დილის აქ შემიყვარდა ყველა ქუჩა შენი ხედები მე სადაც დავიხეტები და გავიხედები მე ურთიერთობები რომელმაც მე გამზარდა მე და ვარ ისეთი როგორიც მან გამხადა მე თბილისური გაგება მაქვს ესეთი მე მაქვს ჩემი კულტურა ტრადიცია წესები უძველესი ფესვები მომავლის კიდევ იმედი და ვიქნები ისეთი როგორც მე ტყვის მენტალიტეტი ჩემო დაჭირდი და შეგეძლო ყველას გვერდში ედექი თბილისელი კაცი მუდამ იყო ეგეთი გოგონები ისეთი რო გააღმერთებდი ჩემო ქალაქო ვერ შეგედრება ვერც ერთი შენი ცაბეთი თბილის ქალაქო შენ მაგარ მაციდარა შენი ხარე უნდა მე სულ არ მინდა ჩვენო თბილის ქალაქო შენ მაგარ მაციდარა შენი ხარე უნდა მე სულ არ მინდა თქვენ პირდაპირ ეთერში ადევნების თვალს ღონისებას, რომელიც სასტუმრო პარაგრაფში გაიმართა და სადაც გაიმართა ქართული ოცნების თბილისის საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია, ახლა კი განვაგრძობთ გამოშვებას. ოპოზიციის ვიზიტები ქვეყნის ფარგლებს გარეთ 4 ოქტომბრის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე მმართველ გუნდში მათი ოპონენტების გეგმებზე და გარედან მართულ პროცესებზე საუბრობენ. მათი შეფასებით იმის მაგივრად, რომ ოპოზიციის ნაწილი წინასაარჩევნო კამპანიით იყო საკავებული, მათი მიზანი გარედან დირექტივების მიღება და სამოქმედო გეგმის შეთანხმება. ოპოზიციის ნაწილი ბრიუსელში, ნაწილი შტატებში, ნაწილი კი ბერლინშია. ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს ოპოზიცია. მამუკა ხაზარაძე, ირაკლი კოპრაძე და თაზო დათუნაშვილი ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში იმყოფებიან შტატებში რჩებიან ნაციონალური მოძრაობის წევრებიც. კეთი ზანთარაია გვეტყვის, რა განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში, გისმენთ კეთი. ოპოზიციური პარტიის ლიდერები და წევრები, რომელიც როგორც უკვე აღნიშნეთ, ნაწილი იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნაწილი კი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, აცხადებენ, რომ ამ ვიზიტების მიზანი არის სამომავლო ურთიერთობების და კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებთან. დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქცენტს აკეთებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ განცხადებები, რომელიც ამ ვიზიტებთან დაკავშირებით ისმის, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. თქვენ იცით, რომ ბელგიას და საქართველოს ძალიან ხნის ისტორია აქვს თანამშრომლობის ფილის კონკრეტულად ბელგიურ დიდ კომპანიებთან. ეს თანამშრომლობა გაგრძელდება, შევთანხმდით მერთან, რომ ეს სამსახურები ითანამშრომლებენ და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ხარდაჭერა მიიღო ჩვენმა საერთო კანდიდატმა ირაკლი კოპრაძემ. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დელეგაციას ვაშინგტონში. ჩვენ კარგად ვხედავთ იმ ხარდაჭერას და თანადგომას ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, რომელიც ჩვენი ხალხისთვის და მთლიანად დემოკრატიული საზოგადოებისთვის არის კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელი. ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულები არიან და კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას ვაწვდით ირანულ და ჩინურ კავშირებთან დაკავშირებით, რაც დარწმუნებული ვართ, სულ მალე დამატებით შედეგს გამოიღებს. საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში კი აქცენტს აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე საინტერესო არის თუ რა მიზნით არიან წასული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბრიუსელში. მაგალითად, ხალხის ძალის წარმომადგენელი გულარ მაჭარაშვილი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ამას აქვს ერთადერთი მიზანი კონკრეტული დავალების მიღება, როგორც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ასევე ლელოს წარმომადგენლების მხრიდან. და ამბობენ, რომ ეს არის ერთგვარი მცდელობა მათ ლეგიტიმაცია მოიპოვონ არა ქვეყნის შიგნით ამ მომრჩევლის მხრიდან, არამედ უცხოელი პარტნიორების და მათი მოკავშირეების მხრიდან. ისინი ვინც ღებულობენ მონაწილეობას, ისინი ჩადიან უცხოეთში, ანუ ნიშნავს, რომ ლეგიტიმაციას იქიდან ელოდებიან და ისინი ვინც აანონსებენ ძალადობრივ აქციას და რევოლუციას, ისინი ჩადიან ასევე საჯაროდ უცხოეთში. ანუ ორივე მხარე, ვინც იღებს მონაწილეობას და ვინც აცხადებს ბოიკოტს, ჩადიან უცხოეთში და იღებენ დირექტივებს იქიდან. ანუ არჩევნებში როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა და რევოლუციური სცენარები როგორ უნდა დაგეგმონ. ადრე ფორმალურად მაინც თავს იკავებდნენ ასეთი ჟესტებისგან. ეხლა უკვე საჯაროდ აღიარებენ, რომ დიახ, არ აინტერესებთ ქართული ხალხის ლეგიტიმაცია, არამედ აინტერესებთ
უცხოელები რა პოზიციაზე იქნებიან. თავიდან ბოლომდე ეს ნიშნავს, რომ შენ როგორც სუვერენული ქვეყანა აღარ არსებობ, როდესაც ასეთი პოლიტიკური ძალა გინდა რომ მოიყვანო ხელისუფლებაში. ნაციონალური მოძრაობა იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ მართავენ კონკრეტულ შეხვედრებს, ხოლო თავის მხრივ ვიზიტით ბრიუსელში წასული არიან ლელოს ლიდერები. მადლობა ქეთი ზანთარაია იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. ოპოზიცია თვითდაზიანების იგივე თვითდაპატიმრების რეჟიმში ასაფასებს მმართველი გუნდი ბოლო პერიოდში ოპოზიციის ალკეული წევრების ქმედებებს. ქართულ ოცნებას მაგალითად ელენე ხოშტარია მოხავს, რომელმაც მელიქიშვილის გამზირდა ქართული ოცნების მერობის კანდიდატის ბანერი დააზიანა, გადაიღო და სოციალურ ქსელში თავად ატვირთა, რასაც მისი დაკავება მოყვა. შეფარდებული გირაო კი არ გადაიხადა. თემაზე გუშინ პრემიერმაც ისაუბრა და თქვა, რომ თვითდაზიანების პრაქტიკამ, რომელსაც ციხეში პატიმრები მიმართავდნენ, ახლა პოლიტიკაში გადმოინაცვლა. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში. ამ თემაზე ანუკა ბუავა მუშაობს, ის პირდაპირ ეთერში განავრცობს თემას, გისმენთ ანუკა. თვითდაზიანების და თვითდაპატიმრების პრაქტიკა, რაზეც მმართველი გუნდი საუბრობს, რომ პატიმრებიდან უკვე პოლიტიკაშიც გადმოინაცვლა, სრულად მისაღები არის ოპოზიციური პარტიებისთვის. მათ შორის ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ ელენე ხოშტარიას ქმედება არის საკმაოდ ლოგიკური, ვინაიდან ეს მისი მხრიდან ნიშნავს სამოქალაქო გამბედაობას. ნაციონალურ მოძრაობაში ირწმუნებიან, რომ ეს არის ბრძოლის მეთოდი, რომელსაც დროას ლიდერმა მიმართა და შესაბამისად მისი ქმედებები არის სრულად გამართლებული. ჩვენ პოლიტიკური პატიმრები ყავს არა იმის გამო რომ ხალხს უხარია რომ შვილებს და ოჯახისებრებს არ ნახულობენ, არამედ იმის გამო რეპრესიული პოლიტიკის ფარგლებში ზოგიერთი მათგანი სამოქალაქო გამბედაობას იჩენს. ადამიანებს აიძულებენ რომ არ იყოთ აქტიურები, არ იყოთ ოპოზიციურად განწყობილები და ხო არ დაგეჭერნენ. თქვენ თვითონ აჭერინებთ თქვენ თავს და სინამდვილეში ეს ხალხი უბრალოდ იბრძვის. თუ მათ გონიათ რომ ვინმე ამ ასე ვთქვათ რეპრესიულ კანონმდებლობას, რეპრესიულ ზომებს შეუშინდება, ძალიან ცდება. პროტესტის სხვადასხვა ფორმები არსებობს, რა თქმა უნდა, სოფლიოში. მაგრამ რაღაც ახალ აღმოჩენას მიაგნეს როგორც ჩანს. ნაცმოძრაობის სხვადასხვა ფილიალის წარმომადგენლება. შიმშილობა არსებობს, თქვათ პროტესტი არსებობს სხვადასხვა ფორმით გამოხატული, მათ შორის საპყრობილეში, ქუჩაში, მშვიდობიანი, ძალადობრივი, რომელიც დასჯადია, მაგრამ მაინც არსებობს. მაგრამ თვითდაპატიმრება ეს ახალია ნამდვილად უკვე რაც გამოიგონა ერთ-ერთმა მიმდინარეობამ ნაცმოძრაობაში. საერთოდ რევოლუციებს ვინც აანონსებდა და ვინც ახდენდა რევოლუციებს, ციხიდან გარბოდა ის ხალხი და ესენი ციხეში რჩებიან. და ციხეში რო არ ახარ ქუჩაში ვერ ახდენ რევოლუციას, ციხეში რო შეხვალ და აღარ გამოხვალ იქიდან, რევოლუცია რანაირად უნდა მოახდინო, ამაზეც კი ემჩნევათ, რომ არასერიოზულად უყურებენ ნებისმიერ ნაბიჯს. ეს არის თავიდან ბოლომდე იმის მტკიცებულება, რომ მათ რესურსი არ აქვთ არც არჩევნებში, არც ქუჩაში და ამიტომ ურჩევნიათ როგორც ჩანს ციხეში იყვნენ, რომ პასუხისმგებლობა აერიდონ და თქვან, რომ აი ციხეში ვარ და აქედან ეხა ვერც რევოლუციას მოვახდენ და ვერც არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას. მეტი სხვა ახსნა ასეთ ნაბიჯებს არ აქვს. როგორც მოისმინეთ, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში არასერიოზულად მიიჩნევენ ოპოზიციონერი ლიდერების ქმედებებს. ისინი ამბობენ, მაგალითად ხალხის ძალაში, რომ ელენე ხოშტარიას ქმედება არის პროტესტის ახალი ფორმა, რომელიც არის ამ შემთხვევაში გაუმართლებელი და ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციონერი ლიდერები და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ხოშტარია პასუხისმგებლობას ირიდებს, ვინაიდან ოპოზიციას არ აქვს რესურსი საარჩევნო პროცესში და არც მათ შორის ქუჩის პროტესტში. თავად ელენე ხოშტარიას კი აღკვეთის ღონისძიების სახით 5,000 ლარიანი გირაო 2 დღის წინ შეეფარდა. დროას ლიდერმა უარი თქვა ამ თანხის გადახდაზე, რის საფუძველზეც ის დატოვებდა სასჯელ აღსრულების დაწესებულებას და მანამდე მან თქვა ასევე უარი დაცვის უფლებაზეც. მადლობა ანუკა ბუავა იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. და ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს კომენტარს მედიასთან, ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ ჩალო პაპუაშვილის განცხადებას. ხო ძალიან დიდი მადლობა ზაზნოზდოზადეს ამ ინიციატივისთვის და ამ იდეისთვის. შვენიერი სიმღერა გამოვიდა, სულ რომ გავეშვათ ასე თქვა წინასაარჩევნო კონტექსტს. გოგი ცაბაძე მისი სიმღერები თბილისთან დაკავშირებით მისი ჰანგები არათუ დაკავშირებულია არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი დედაქალაქისა და ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, ამიტომ მის სიმღერის ამ სახით წარმოდგენა, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოც იყო და ვფიქრობ ძალიან
ემოციური და ენერგიული, მათ შორის ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში. და ის შინაარსი, რომელიც ჩადებულია ამ კლიპშიც, რაზეც შიგნით არის საუბარი გარდა ძირითადი ტექსტისა, საუბარი ჩვენს კულტურაზე, ტრადიციებზე, წესებზე. ეს არის ის, რაც უნდათ რომ დაუკარგონ ამ ქალაქს ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიცია, ჩვენი წესები. და ამის საპირისპიროდ ჩვენ ხედავთ მათ გინებას, მათ ბოღბას, მათ უწესობას. ეს არის დღეს პრინციპში, რაც 4 ოქტომბერს იქნება რის შორისაც იქნება არჩევანი ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობისთვის და არა მხოლოდ დედაქალაქის, ყველა მუნიციპალიტეტში. რა გვინდა ჩვენ? გვინდა ვიცხოვროთ ჩვენი კულტურით, ჩვენი ტრადიციით, ჩვენი წესებით, თუ გვინდა ავყვეთ აი ამ გარედან თავსმოყრულ რადიკალიზმს და ექსტრემიზმს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება რომ ოპოზიცია ირჩევს თვითდაზიანების, კერძოდ თვითდაპატიმრების ტაქტიკას. ვკითხავ რა პრემიერის განცხადებაზე, რას ემსახურება ეს ქმედებები და არის თუ არა მარცხით განპირობებული, თავიდან ასარიდებოდ მარცხისთვის განპირობებული მათი ეს თვითდაზიანების პრაქტიკა. საერთაშორისო ხედავთ ეს თავის დროზე გახსოვთ თქვენ ნიკა მელიამ დაიწყო, როდესაც ასე ვთქვათ, ციხიდან გამოსვლა არ უნდოდა, გირაოს გადახდას გახსოვთ მაშინ უარსამოდა და შეგახსენებთ, რომ მაშინ ერთ-ერთმა ევროპულმა ფონდმა, რომელიც შემდეგ გაირკვა, რომ საქართველოში რადიკალიზმის მთავარი დამფინანსებელია ევროპის დემოკრატიის ფონდი, მან გადაიხადა გირაოს ფული, გამოიყვანეს ნიკა მელია მისი ნების საწინააღმდეგოდ საერთო ჯამში გარეთ-ძალებმა გამოიყვანეს და კვლავ რადიკალიზმში ჩართვეს. დღესაც ახლა ხედავთ ამ სცენებს, რომელსაც დგავენ შეუმდგარი პოლიტიკოსები, ხედავენ რომ არ აქვთ ხარდაჭერა საზოგადოებაში და ერთადერთი მათი გზა არის სცენების დადგმა, პროვოკაციები და ეს თვითდაჭერები, რომელსაც ხედავთ ჩვენ წყებას, ხომ, ჯერ პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით და შემდეგ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ელენე ხოშტარიამ ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული და თავადაც განაცხადა, მე მგონი მისი ოჯახის წევრების თუ გარემოცვაც ამბობს, რომ ფაქტობრივად მან თავი დააჭერინა, იცოდა კიდევაც და ამიტომაც გააკეთა ეს და გარკვეული ტაიმაუტი აიღო იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა მოიხსნას იმ ყოველ შემთხვევაში იმ რაღაც ძალადობრივი აქციების ხრივ ან შედეგებზე, რომელსაც ხედავთ, რომ ისინი აორგანიზებენ. ბატონო შალვა, მინდა გითხრათ ლელოზე, ჩვენი ინფორმაციით ლელომ ყაზბეგში მერობის კანდიდატად წარადგინა კუპრაძის მძღოლი. რას გეუბნებათ ეს ინფორმაცია? არ ყავთ ახლა მათ კანდიდატები თუ რასთან გვაქვს საქმე, რომ გითხრათ? ხო, ჩვენ ვიცით, თუ არ ვწდები სადღაც 27 თუ 28 მუნიციპალიტეტში მან ვერ შეძლეს მერის კანდიდატის დასახელება, იცით რომ 430 მაჟორიტარობის კანდიდატი ვერ დაასახელეს, 1600 კომისიის წევრი ვერ დაასახელეს და ამ ხალხს აქვს პრეტენზია ხელისუფლებაში ყოფნისა. ხელის ჩამომხდმევი არ ყავთ და ადამიანი არ ყავთ, რომელიც მათი სახელით ბიულეტინზე საკუთარი სახელის და გვარის დაწერის თანხმობას მისცემს. იმიტომ რომ იცის, რომ შეუძლია იცის რომ ამითი საკუთარ სახელს შელახავს უპირველეს ყოვლისა, როდესაც თაღლითებთან და მატყუარებთან იქნები გარეული. ასე რომ ლელოს რაც შეეხება თავად, ხედავთ ახლა მათ ქცევას, მათ აღიარებული აქვთ, რომ რეალურად თაღლითური მიზნით შექმნეს პარტია ლელო, თქვენს რომ ანაკლის პორტთან დაკავშირებული დავის გამო შექმნა პარტია ხაზარაძემ და გაირკვა რომ ეს დავა იყო აბსოლუტურად თაღლითურად აწყობილი იმისთვის რომ საქართველოს ბიუჯეტის 12% ჩაედო ჯიბეში და ყველა დონეზე საქართველოსშიც და საერთაშორისო სასამართლოებშიც ხილებული იქნა ის თაღლითური სარჩელების წარდგენაში. შესაბამისად პარტიაც თაღლითური მიზნით არის შექმნილი და ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს თაღლითობა. ლელოს წევრები იმყოფებიან ბრიუსელში, ბატონო შალვა, გუშინაც გეკითხებოდით ამასთან დაკავშირებით, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე. რა შეიძლება იყოს მათი მიზანი, როგორ ფიქრობთ? თქვენ თანაგუნდელები ამბობენ, რომ ისინი მორიგი დავალებების მისაღებად ემზადებიან. თავისთავად არჩევნებამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე. და ვხედავთ რომ ერთი პარტიის ლიდერი გერმანიაშია, მეორე პარტიის ლიდერი ბრიუსელშია, მესამე მეოთხე ამერიკაში, ვაშინგტონში არიან. ვხედავთ რა ვის ხედავენ ისინი, როგორც ჯგუფებს, ვისაც უნდა ესაუბრონ, არა ქართულ ხალხს, არამედ თავის უცხოელ მფარველებს და დავალებების მიმცემებს. ასე რომ
ეს მათი მგზავრობაც ამ მხრივ უნდა აღვიქვათ. ზოგადად ოპოზიციის განწყობებზე რას გვეტყვით? ისინი ამბობენ, რომ 4 ოქტომბრისთვის იზამენ ყველაფერს იმისთვის, რომ როგორმე შეიცვალოს ხელისუფლება. საუბრობენ დამხობაზე ისევ და სხვადასხვა რადიკალური განცხადებები გვესმის. რას ელოდებით თქვენ მათგან 4 ოქტომბერს არჩევნების შემდეგ და არჩევნების დღეს? ხედავთ, რომ არის ნულოვანი მხარდაჭერა მათ მიმართ, არის მარგინალიზებული ჯგუფი ადამიანებისა, რომელსაც არაფერი გარდა იმისა, რომ ისტერია, ბოღმა, ძალადობა, შეურაცხყოფა ანთქიონ, ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ეძახის შიდა ტერორიზმს, აი ეს შიდა ტერორისტული ჯგუფი ყავს ადამიანების, რომელსაც ღამე ეწყება ემოციური გაღიზიანება და ხედავთ მათ მოძრაობას ქუჩაში, დილით ღმერთის წყალობით 7 არიან, როგორც ვატყობთ და ქალაქს და ქვეყანა შეუძლია 7 იცხოვოს, თუმცა ღამე უნდა ვერიდოთ მათ, იმიტომ რომ რაღაც გამწვავებები ემართებათ, ხედავთ ღამღამობით. ეს შიდა ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელიც მიზანიც გაცხადებული მიზანი არის ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა. მათ გაცხადებული აქვს, რომ ისინი უარს ამბობენ დემოკრატიულ გზაზე, ისინი დიდი ნაწილი მათი ფორმალურად ჩაეხსნა არჩევნებს არიღებენ მონაწილეობას, მეორე ნაწილი ფორმალურად იღებს მონაწილეობას, თუმცა ესეც ამ გეგმის ნაწილია. შედეგი ნულოვანი მათთვის, არანაირი იმედი რა თქმა უნდა ხალხის მხარდაჭერას არ აქვს, თუმცა ზუსტად ეს ღამის გამწვავებები, რომლებიც ამ ადამიანებს რასაც მათ ხედავთ, რაზე არიან წამსვლელები, ეს არიან ჩარლი კირკის მკვლელის იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები. ვნახეთ მათ შორის აქ რომ რა რეაქციები ქონდათ ამ კვლელობაზე, როგორ ქილიკობდნენ, გაუხარდათ. ეს არის იგივე ტერორისტული იდეოლოგია, რომელიც დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს უქმნის პრობლემას, ასე რომ მათი მხრიდან, ამ შიდა ტერორისტების მხრიდან, რა თქმა უნდა, არაფერი გამორიცხული არ არის. ამიტომ უნდა იყოს ერთის მხრივ ხიზლად საზოგადოება და მეორე მხრივ ძალიან დეტალურად ვაკვირდებით უცხოელების კონტაქტს ამ რადიკალებთან. ყველა ელჩი, ყველა უცხოელი, რომელიც მათ ხელს ართმევს, თავის საელჩოში, სახლში ეპატიჟება, სადილზე, ვახშამზე თუ ასე შემდეგ, რომელიც ნორმალიზებას ახდენს რადიკალების და ექსტრემისტების, ყველა მათი თანამონაწილეობა იქნება, თუ კი რაიმე ძალადობრივი ქმედება მოხდა ამ შიდა ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან. მე კიდე ერთხელ მინდა მიმართო უცხოელებს, რომლებიც საქართველოში არიან დიპლომატიური თუ არადიპლომატიური მისიებით, რომ ის პასუხისმგებლობა ამ ჯერზე ისინი პასუხისმგებლობას ვერ აირიდებენ. ჩვენ გვახსოვს შარშან დეკემბერში მათ მიერ დაფინანსებული NGO-ების ძალადობრივი თავდასხმები პოლიციაზე, ცეცხლის წაკიდება და ასე შემდეგ, გვახსოვს დღემდე დუმილი არც ერთს არ გაუკეცხია ეს ძალადობა, შიდა ტერორიზმი, რომელიც დღეს ირკვევა, აი გამოძიებიდანაც ჩვენ გვესმის, რომ ამაში იხარჯებოდა ევროკავშირის ფული ამ შიდა ტერორისტების დაფინანსებაში და დღემდე ერთი განცხადებაც არ გვაკადრა ევროკავშირის ელჩმა, ქართველი ხალხი ღელავს, ფიქრობს, როგორ იხარჯებოდა ევროკავშირის ფული, ევროკავშირის ელჩი დამალულია თავის საელჩოში და კითხვებს, რომელიც საზოგადოებას აქვს, არ პასუხობს თუ როგორ იხარჯებოდა თუ არა და რატომ იხარჯებოდა ევროკავშირის ფული ამ ძალადობრივ დაჯგუფებებზე. ასე რომ ყველა უცხოელს მოუწოდებ, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათ თანხებს და მათ კომუნიკაციას მათ შორის და შეხვედრებს ტერორისტებთან, რადიკალებთან, ექსტრემისტებთან შეხვედრების გატარებას მე პირადად არ ვაპირებ და ყოველ ჯერზე იქნება ამის მხილება. ხარიას პარტიაში ამბობენ, რომ დიმიტრი ციკიტიშვილი და თეონა აკუბარდია იყო მოკლე ბადიანი პროექტი. აი რას გეუბნებათ ეს განცხადება, რა ხდება ახლა მათ პარტიაში? ხო ჯერ სად არიან სხვა წევრებიც განიცდიან იგივე ამ ცხვირაბზუებულ დამოკიდებულებას გახარიას მხრიდან ვადა გასულებად გამოაცხადა ახლა მისი პარტიის ყოფილი წევრები, რომლებიც წამოწეული ყავდათ სახეებად, მოლაპარაკეს სახეებად მათ შორის. ეს არის რაცით ვინც ღალატის აქტში მონაწილეობაში ერთვება, ყველა შედეგი არის ეს უბრალოდ გრადაცია არის. ამ შემთხვევაში
აკუპარდიას და ცქიტიშვილის შემთხვევაში აი ეს ხელი შეიწმინდეს და ვალდაგასულები უწოდეს. შემდეგი დონის დრო დადგება და ბოლოს გახარიაზეც მისი დავალებების მიმცემები, ვინც ღალატი ჩაადინინა, ხელს შეიწმენდავენ და ისევე მიაჩოჩებენ, მიატოვებენ, როგორც ახლა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შვიდად იხდის თავის საჩოს საჯახსოვრების დაწესებულად. მარტაკოსთან დაკავშირებით მინდა რომ გითხოთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოში არ ჩამოვა. მოვისმინეთ თქვენი კოლეგების პოზიცია აღნიშნულ საკითხზე, თუმცა თქვენი პოზიცია რა არის, როგორ აფასებთ მის ამ ქმედებას და ზოგადად ევროკავშირის მხრიდან წამოსულ კრიტიკულ გზავნილებს ქართული ოცნების მისამართი. ზოგადად ჩვენ ხედავთ ბრიუსელი, რომ სამწუხაროდ აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რომელიც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს საუბარს და დიალოგს და ხედავთ ჩვენ რომ ის მიდგომები, რომელიც დღეს ბრიუსელში არის, განცხადებები, რომელიც კეთდება, დამოკიდებულებები, რომელიც ხდება, ამას რთულია უწოდო, რაიმე ამაში შეიძლება რთულია დაინახო რაიმე კავშირი ევროპულ ღირებულებებთან, ევროპულ მიდგომებთან. ჩვენ კიდევ ერთხელ საბჭოთა კავშირისგან იმიტომ არ დავიხსენით თავი, არა დაშლით და თავისთავად მოტანით ჩვენი დამოუკიდებლობის, არამედ ბრძოლით, იმიტომ არ დავიხსენით მოსკოვს, რომ ეხლა ბრიუსელი იგივე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი. ასე რომ, არ ვიცი, მათი გადასაწყვეტია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამ ბიუროკრატიულ ქაღალდებში ჩარგული ადამიანები, ბიუროკრატები ვერ ხედავენ ადამიანებს სხვა ქვეყანაში, ვერ ხედავენ ქართველებს. ასე რომ, არ ვიცი, თავის თავს საბოლოო ჯამში ქართველი ხალხის თვალში თავის თავს აზიანებენ. რაც შეეხება საქართველოს, საქართველო ხედავთ თქვენ, ჩვენ მიუხედავად აი ამ თავდასხმებისა, ცრუ ნარატივებისა, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ვრცელდება, ეკონომიკურად მივდივართ წინ, მშვიდობა და სტაბილურობა უზრუნველყოფილია ჩვენს ქვეყანაში, ასე რომ ვინც ზიანდება ბრიუსელი და ბრიუსელის რეპუტაცია ქართველების თვალში. მეგობარი აქტის ჩავარდნის შემდეგ უკვე კონგრესმენი ჯო უილსონი ახალ დოკუმენტზე იწყებს მუშაობას, რომელიც მიმართული იქნება ქართული სახელმწიფო და კონკრეტულად ხელისუფლების წინააღმდეგ. მიზანი რა შეიძლება იყოს? დავეზუსტებთ თუ შეიძლება მან დღეს გამოაქვეყნა პოსტი და წერს ასეთ რაღაცას, რომ ქართული კოშმარის არაღიარების შესწორება უკვე მიიღეს სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნითო. ზოგადად როგორ შეაფასებთ ჯო უილსონის მხრიდან მსგავსი ტიპის აქტივობას? თქვენ ნახეთ, რომ მილიონიანი კონტრაქტი არის დადებული ასეთი აქტივობისთვის და ამას რაღაცნაირად გამომუშავება სჭირდება. ასე რომ ესეც ემსახურება საინფორმაციო ხმაურის შექმნას, როგორი საინფორმაციო ხმაურიც ჰქონდათ, ხო ვცდილობ გავიხსენოთ, თორს ერთი 2 წელი მაინც არის, თუ წელზე მეტია, რაც მეგობარი აქტი ეგრეთ წოდებული, მტრული აქტი, ასე ვთქვათ, ტრიალებს სხვადასხვა კაბინეტში და ბოლოს ვინაიდან საბოლოოდ გაირკვა, რომ ასე ვთქვათ, მზის შუქს ვერ იხილავს ეს აქტი, ახლა რაღაც ახალი იდეა მოვიდა, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ გამომუშავებული იქნას ის დაფინანსება მილიონიანი კონტრაქტი. ასე რომ ერთადერთი მიზანი აქვს საინფორმაციო ხმაური და თან ერთი და იგივე მსახიობები მონაწილეობენ. ხედავთ კონგრესმენ უილსონს, ხედავთ იმ ერთ-ერთ ჟურნალისტს, რომელიც აზერბაიჯანული გვარით კიევის მედიის თანამშრომელს, რომელიც ვაშინგტონში ცხოვრობს. ამ ადამიანის თვითონ აი ეს კონსტრუქციაც კი აჩვენებს, რომ არის ჩვეულებრივად დაქირავებული რუპორი, რომლის დანიშნულებაც არის ასეთი საინფორმაციო ხმაურის შექმნა. რა ვიცი, ეს ხმაური გადაივლის და მე რასაპირებენ. იგივე ბედი ეწევა ამ ყველაფერს, როგორც მანამდე ყველა ამგვარ მტრულ წამოწყებას. თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენთ ჩალო პაპაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე მედიის კითხვებს პასუხობს. საქალაქო სასამართლოში გიორგი კანდელაკის და მასთან ერთად დაკავებული კიდევ 6 პირის პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა სასამართლოს 7 პირის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს. საკამოძიებო სამსახურმა შიდა ქართლში არალეგალური საწარმო გამოავლინა და ათეულობით მილიონის ღირებულების კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელი და უაქციზო სიგარეტი ამოიღო. არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. ასევე ექსპერტიზა ადგენს, იყო თუ არა კუსტარული სასმელის საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
6 პირი დაკავა პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით. სამართალდამცველებმა მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მითითებული ადგილებიდან ამოიღეს ალფა პვპ, მარიხუანა, მეთადონი და სუბუტექსი, რომელიც სარეალიზაციოდ იყო გამზადებული. ამოღებულია დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც. დანაშაულები 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავა. უწყებამ გადამოწმა კონკრეტული ადგილები და გამოვლინა პირები, რომლებიც საქართველოში უკანონოდ იმყოფებოდნენ. მათ შორის არიან ინდოეთისა და ნეპალის მოქალაქეები. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის ატაშეები ეწვივნენ. ასოციაციის წარმომადგენლებმა მათ ცენტრის ინფრასტრუქტურა და ბაზა დაათვალიერებინეს, ასევე გააცნეს ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში მასპინძლობთ საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეების ასოციაციის წარმომადგენლებს საკმაოდ ფართო შემადგენლობით. ისინი იმყოფებოდნენ ფოთის სანაპირო დაცვის ბაზაზე, სადაც გაეცნენ როგორც საინჟინრო სარემონტო სამმართველოს, ასევე მცურავი საშუალებების ბაზას და დაინტერესდნენ სამომავლო გეგმებითა და პრიორიტეტებით. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ სანაპირო დაცვა და საზღვაო უსაფრთხოების დაცვა ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ეს ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. საქართველოს აქვს სანაპირო ზოლი, რომელიც შესანიშნავი შესაძლებლობაა ხალხისთვის, ეკონომიკისთვის, ბიზნესისთვის და კულტურისათვის. სწორედ ამიტომ სანაპირო დაცვის როლი უმნიშვნელოვანესია. იანვრიდან აგვისტომდე საქართველოში საქონლის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.8%-ით გაიზარდა. საქსტატის ცნობით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე 16 მილიარდ 250 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი გაიზარდა 6.7%-ით, იმპორტი კი 9.7%-ით. იანვარ-აგვისტოში გაზრდილი როგორც მთლიანი ექსპორტის მაჩვენებელი, ისე გაზრდილია ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, თუნდაც რაც კარგია ბუნებრივი ეხმარება ეკონომიკურ ზრდას და ეკონომიკურ სისტემების დაჩქარებას. საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. 100,000-ობით დემონსტრანტი მაკრონს გადადგომისკენ მოუწოდებს და ახალ არჩევნებს ითხოვს. დემონსტრაციების დასაშლელად პოლიციამ მცირემცლადენი გაზი, წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ხელკეტები გამოიყენა. დაკავებულია 140-ზე მეტი ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში აქციების დროს მობილიზებული იყო 80,000 სპეცსაზმელი და პოლიციელი. საოკუპაციო რეჟიმმა კიევი დაბომბა, დაზიანებულია სატრანსპორტო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. საომარი მოქმედებების ფონზე რუსის სამხედროების რაოდენობაზე საუბრობს პუტინი. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე რუსეთის 700,000-ზე მეტი სამხედრო იბრძვის. ომის შესახებ განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა ბრიტანეთის პრემიერთან ერთად გააკეთა. ტრამპმა თქვა, რომ პუტინმა იმედი გაუცრუა და ომის შეწყვეტა მარტივი ამოცანა არ აღმოჩნდა. მისივე თქმით, თუ ევროპა ჩინეთის მიმართ უფრო პრაგმატულად იმოქმედებს, პეკინი ომის შეწყვეტაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. უკრაინის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნის ქონების შესახებ წერს. ანტიკორუფციული ცენტრის ინფორმაციით, ყოფილი თავდაცვის მინისტრის რუსტემ უმეროვის ოჯახს ამერიკაში 8 უძრავი ქონება აქვს. 3 ბინა ფლორიდაში, 1 ბინა ნიუ-იორკში და 4 ვილა მაიამიში. 2024 წლის დეკლარაციის მიხედვით კი მისი მეუღლე ლეილა უმეროვა და 3 შვილი შტატებში ცხოვრობენ. ხის სხვა სიახლეებს გაიცანით ჩვენ ვებგვერდზე rustavio.ri/g კურიერი კი გეშტობებათ ამამდე.